გარემოდან ჩვენ ტრადიციულად ყოველ კვირას საღამოს 9-ის ნახევარზე გავდივართ ეთერში, ვსაუბრობთ ყველაზე სასიწყო საკითხებზე, იქიდან გამომდინარე, რომ გარემოს დაცვა არის სფერო, არის დარგი, რომელიც ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა მიმართულებას და უმთავრეს, რაც შეიძლება იყოს ჩვენთვის ეს არის ადამიანის ცოცხალი და ყოველივე ცოცხალი ჩვენს გარშემო და ამასთანავე იმედია დეტალური ახსნა ბევრს არ სჭირდება რომ გარემოს დაცვა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, სოციალურ სფეროსთან, პრაქტიკულად არ არსებობს მიმართულება სახელმწიფო მმართველობისა თუ ადამიანის ცხოვრებისა, რომელთანაც არ იყოს დაკავშირებული გარემოს დაცვის საკითხები და პირდაპირ და უშუალოდ არ ეხებოდეს თითოეულ ჩვენგანს და ასევე ჩვენს გარშემო არსებულ ცოცხალ სამყაროს თუ იგივე ლანდშაფტსაც რა თქმა უნდა. დღეს გვეყოლება ჩვენ სტუმრად გარემოს დაცვის მინისტრი, რომელთანაც ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, თუმცა გვინდა სიმწვავიდან გამომდინარე ძირითადი ასე ვთქვათ აქცენტი გავაკეთოთ ჰიდრორესურსების მოხმარების საკითხთან დაკავშირებით, ეს მშრალად რომ ვთქვათ, რეალურად რომ ვისაუბროთ და უფრო გასაგებად, საქართველოს მდინარეები ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ მძიმე საფრთხეების წინაშე, მათი დაზიანების ხარისხი დღეისათვის საკმაოდ ძიმეა, ისე როგორც ზოგადად გარემოს სხვა კომპონენტებისა, ბუნებისა, თუმცა განსაკუთრებული სირთულე მაინც ამ საკითხთან მიმართებაში შეინიშნება, თუნდაც ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, რადგანაც როგორც ჩანს, ბევრისათვის დღემდე არ არის მარტივად აღსაქმელი ის გარემოება, რომ საქართველოს არის მართლაც გამორჩეული ქვეყანა, საკუთარი ბიოლოგიური, ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, იმ სიმდიდრით, რომელიც გვერდფაგვიბოძა, რომელიც ბუნებამ გააჩინა, თუ გინდათ ესე ვთქვათ, და შესაბამისად ჩვენთან არათუ ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში მიღებული სტანდარტები უნდა მოქმედებდეს, არამედ განსაკუთრებული მოფრთხილება, განსაკუთრებული მოფერება, განსაკუთრებული სისწრაფე ჭირდება მოპყრობას ბუნებასთან, ვინაიდან ეს არის არამხოლოდ სულიერი სამყაროს ნაწილი ჩვენი, რომელიც აქედან იკვებება და აქედან გამომდინარე იბადება ის ჩვენთვის, რომელიც გაგვაჩნია, არამედ მას გააჩნია თუნდაც მატერიალური, თუნდაც ფინანსური, თუნდაც უხეშად ვთქვათ მერკანტილური ინტერესი, ვინაიდან განსხვავებულობითა და გამორჩეულობით არის შესაძლებელი მით უმეტეს მცირე მიწიანმა და პატარა ქვეყანამ იარსებოს კონკურენტუნარიან სამყაროში და ჩვენ რაც გაგვაჩნია გამორჩეული, ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბუნება, მისგან გამომდინარე შობილი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი საზოგადოება, ხალხი თუ გინდათ ესე დავარქვათ და ამასთანავე კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც იმიტომაც შეიქმნა ამგვარი სახით, რომ ამგვარი ბუნება იყო და ამგვარ ბუნებაში იზრდებოდნენ ისეთი ადამიანები, როგორც არის ილია ჭავჭავაძე, როგორც არის ორბელიანი, როგორც არიან სხვაები და შესაბამისად მათ რომ არ ენახათ იგივე თერგი და თერგი რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორც არის მორბენალი და მოღრიალე, ბუნებრივია ჩვენ ვერ გვეყოლებოდა ყოველ შემთხვევაში ამ სახით ის შემოქმედნილი ის ხელოვანი ის მეცნიერი თუნდაც რომელმაც საქართველოს კულტურა შექმნეს და ჩვენ შემოგვინახეს დღემდე სამშობლო როგორც გვიყვარს და როგორც ჯერ კიდევ სახეზე გვაქვს. მოგესალმებით ძვირფასწავლე მაყურებლებო და რადიო მსმენელებო. საქართველოს სამწუხაროდ საქართველოს დღემდე სერიოზული ზიანი ადგება ულამაზეს ბუნებას. განსაკუთრებით რთული ვითარება არის ჰესების მშენებლობის სტიქიური კამპანიის გამო. ამ წავე საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ გარემოს დაცვის მინისტრი ქალბატონი ხათუნა გოგოლაძე. მინდა აქვე დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის. კიდევ ერთხელ მადლობა. ქალბატონო ხათუნა, რატომ დადგა ხთის ულამაზეს ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი? მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ მომენტს, როდესაც საბჭოთა მმართველობის პერიოდში ის იყო როგორც ძეგლის სტატუსი ჰქონდა მას. რა მდგომარეობაშია დღესდღეობით აღნიშნული საკითხი? გმადლობთ. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ დადგა მაინც და მაინც ხთის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხი. იცით თქვენ რომ ეს ჰესები, რომლებზეც არის საუბარი დღეს, ჰესების შესახებ მემორანდუმები გაფორმებული იყო წინა ხელისუფლების დროს. ერთ-ერთი ასეთი მემორანდუმი მოიცავდა სწორედ ხთის ხეობაში ჰესის მშენებლობას და ნუ აქედან იწყება ჰესის მშენებლობის ისტორია. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, იცით რომ შემოსულია გარემოს დაცვის სამინისტროში დოკუმენტი ექსპერტიზაზე, ეკოლოგიური ექსპერტიზაზე, გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში და ჩვენ მივიღეთ შენიშვნები ექსპერტებისგან, ჩავრთეთ როგორც თვითონ სამინისტროს რესურსი ამაში, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. გარდა ამისა, საკითხის განხილვაში ჩაერთნენ დაინტერესებული მხარეები, ეს იყვნენ ვთქვათ ექსპერტების სხვადასხვა მიმართულებით თუ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა. გვაქვს ძალიან ბევრი კომენტარი და შენიშვნა, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ამ დოკუმენტთან დაკავშირებით.
დაკავშირებით. გეტყვით უფრო მეტი ახლა ეს რაოდენობრივად ამდენი პოზიტიური მე როგორც ხალხს განხილვაზე ერთადერთი ავტორი იყო იცით როგორ არის პოზიტიური არის ვთქვათ საინჟინრო ნაგებობის თვალსაზრისით ვთქვათ ამ ხრივ შეიძლება გეოლოგიური თვალსაზრისით თუმცა იქ არის პრობლემა თუმცა შეიძლება ლიფტი რომელიც უნდა მიხეილ სააკაშვილს მიედგა ბაგრატის ძეგლისათვის ჩვენ გვახსოვს ესეთი ექსტრაორდინალური რბილად ვთქვა და ექსტრავაგანტული იდეებიც კი იყო გაჟღერებული და არა მარტო გაჟღერებული, ნაწილობრივ აღსრულებული, შეიძლება ყოფილიყო ტექნიკურად დახვეწილი. დაახლოებით ამას ხო არ გავს, თუმცა ბუნების ძეგლს ეპრობიან, ისე იქ შეიძლება ძალიან კარგი საინჟინრო ნაგებობა ჩადგას, მაგრამ ეს ძეგლზე იდგმება, ხო? კი, რასაკვირველია, ამიტომ ჩვენ ასეთი კუთხით ავდგებით, მხოლოდ რომ რამდენად კარგი საინჟინრო ნაგებობაა. გააჩნია სად არის რასაკვირველია, სწორედ იმის გამო რომ თქვათ იქ რამდენად კარგად არის შესწავლილი თუ არ არის შესწავლილი ბიომრავალფეროვნების საკითხი, თუნდაც იგივე მდინარის ჰიდროლოგია, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით და ყველა ამ ექსპერტის ჩართვით გვინდა რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მე არ მინდა რომ წინასწარ გავუსწრო მოვლენებს, უბრალოდ ვიტყვი იმას რომ გადაწყვეტილება აი ძალიან მოკლე პერიოდში იქნება უკვე მიღებული ხვალ მაქსიმუმ ზეგ უკვე გეცოდება 24 ხაბლე გაქვთ თუ არ ვსწრები ვარა ხო? დაახლოებით ასეა, ხო, დიახ მაგ პერიოდამდე უნდა მოხდეს უკვე გადაწყვეტილების მიღება და ნუ უკვე ამ 2-3 დღეში ალბათ იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაც რა თქმა უნდა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. სხვათა შორის ჰესების საკითხს ჩვენ დაუბრუნდებით, რომ ძირითადი თემაა ეს სასაუბრო, მაგრამ იგივე იქნებ მაყურებელსაც ორი თქო შევახსენოთ ბუნების ძეგლის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემა, იმიტომ რომ სამწუხაროდ სამშთა მმართველობის პერიოდში როგორც ჩანს ფუთხილდებოდნენ, არავინ დაგობრალოს ასე ვთქვათ პრორუსულობა, პროსაბჭოურობა, მით უმეტეს ჩემი პოზიციების ცნობილი ამ ფაქტთან დაკავშირებით და ჩემი წინაპრებისაც, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია 15 წლის წინ გაუქმდა საბჭოთა კანონი ბუნების დაცვის შესახებ და მას შემდგომ მიღებული იქნა გარემოს შესახებ კანონი, რომელს განართების სახით უნდა ქონოდა მთელი რიგი, შეიძლება ასე ვთქვათ, კანონქვემდებარე აქტები, მათ შორის ბუნების ძეგლების ჩამონათვალის გამსაზღვრელი ქვემდებარე აქტით შეიძლება ყოფილიყო, შემდეგ კანონპროექტით შემუშავდა, მაგრამ 15 წელი საქართველოში პრაქტიკულად ჩვენ არ გაგვაჩნია იურიდიული სტატუსის მატარებელი ბუნების ძეგლები. სხვა შემთხვევაში რეალურად არსებითად ბუნების ძეგლები არსებობს და იგივე ხდის ხეობა რომ არ არის ბუნების ძეგლი, ამას იმედია არც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები არ აყენებენ, ერთხელ რომ ის თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თავის ხასიათიდან გამომდინარე ძეგლია, მაგრამ სტატუსის საკითხი როგორ არის ამ ხრივ რამდენი ძეგლი შეიძლება მოვითვალოთ დღეისათვის და რატომ მოხდა ეს რომ 15 წელია სტატუსის საკითხი არ იქნა გააქტიურებული, თქვენ თუ გეგმავთ ამ თვალსა ესეთ რამეს? იცით როგორ ახლა იცით თქვენც ეს, მაგრამ მსმენელის გასაგონად ვიტყვი მეც რომ ესე იგი იყო კანონი საბჭოთა კავშირის დროს ვამბობთ წითელი წიგნის შესახებ, რომელშიც შედიოდა ეს ხეობაც როგორც ერთ-ერთი ბუნების ძეგლი და დაცულობის სტატუსი ჰქონდა. თუმცა და ამ წითელ წიგნში შედიოდა როგორც ბუნების ძეგლები, ასევე მცენარები, ცხოველები. შემდეგ მოხდა ეს კანონი გადაფარა კანონმა დაცული ტერიტორიების სისტემების შესახებ და კანონმა წითელი ნუსხის შესახებ. ანუ დაცული ტერიტორიების სისტემის ქვეშ უკვე თქვენ იცით რომ ცალსაკე კანონები არსებობს დაცული ტერიტორიების შესახებ და ხსნაობა მანდ ვეღარ. ვიღაცა თქვა უცნაურია 15 წელია საქართველოში ორი ხელის თითები ეყოფა იმ ძეგლების ჩამონათვალს, რომელიც ასე ვთქვათ მომიჯნავე კანონებით არის დაცული და ბუნების ძეგლის შესახებ, რომელიც არის სტატუსი გასაზღვრული საერთაშორისო კანონმდებლობით, კანონიც არ გაგვაჩნია, კანონქვემდებარე აქტიც არ გაგვაჩნია და პრაქტიკულად პოლიტიკური თუ არა პოლიტიკური ნება ისინი დაუცველი არიან იურიდიულად. იცით თქვენ რომ თუ არ ვხსები ეს 2008 წელში იყო ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა ამ კანონის პროექტზე, რომელმაც განსაზღვრა ეს ბუნების ძეგლები, 100 ობიექტი იყო განსაზღვრული, მათ შორის რამდენიმე ხეობა შედიოდა და ამ რამდენიმე ხეობიდან ერთ-ერთი იყო ხდის ხეობა, მაგრამ შემდეგ მოხდა ამ ხეობის ისევე როგორც ბევრი სხვის ამ 100-დან დარჩა მხოლოდ 14. თუმცა რეალურად ამ ნუსხაზე არ ვსაუბრობ. ფაქტი ერთია, ორი ხელისუფლება შეიცვალა, მესამე მოვიდა და თქვენ რას გეგმავთ და დღემდე საქართველოში ერთ-ერთი საერთაშორისო აღიარებული კატეგორიის შესახებ განსაზღვრელი კანონმდებლობა არ გაგვაჩნია, ხო? ალბათ ეს გასაკეთებელია, ქვემდებარე აქტის ფორმა იქნება, ამას თუ კანონპროექტის ფორმა იქნება, ეს შეიძლება პრინციპული არ იყოს, მაგრამ უბრალოდ უხერხულია ესეთ დიდ ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით ქვეყანაში ბუნების ძეგლები პრაქტიკულად სახეზე კონდეს ასობით და კანონით დაცული ბოლომდე არ იყოს არც ერთი. თუ არ ვსწრები? არის სტუდიაში, გისმენთ. გისმენთ. ეთერში ხართ, გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ. გისმენთ. გისმენთ, გადადო. მე მინდა ქალბატონ ხათუნას შევეკითხო.
რამდენად დასაშვებია ის, რომ პროექტი უკვე გაკეთებულია, იქ გარკვეული პარამეტრები დასაზუსტებელია, მაგრამ პროექტი რა კი არსებობს, არის აშკარად ზეწოლა იმაზე, რომ თქვენ ეს დოკუმენტი გაგცეთ. ეხლა ის რაც უკვე როგორ ქალბატონო უკაცრავად გადარჩენაზე დარიალ ჰესის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, აი ეს არის საინტერესო, ასე ზერელებს შესწავლილი საკითხი, ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უკვე გადაწყვეტილია. აი ამ გადაწყვეტილ დარიალ ჰეს, გარდა იმ ბიოლოგიური, ეკოლოგიური და უამრავი სხვა, ასე ვთქვათ, დანიშნულებისა და შემაშფოთებელი დასკვნებისა, კიდევ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური და ნუ თუ ამას ენერგეტიკის სამინისტრო და საბოლოო მთავრობა ვერ ხედავს, იმ პოლიტიკურ დატვირთვას, რაც საფრთხეს აქვს მას. აი ეს არის გასაოცარი, მაპატიეთ მე თქვენთან არაფერი მაქვს, მაგრამ ისე მშვიდად ვსაუბრობთ ამ ძალზე სერიოზულ საკითხზე, ბეტვის ხიძე სიარულს გავს ეს და ჩვენ ისე დავდივართ, თითქოს ეს მოასფალტებული გზა. დიდი მადლობა ქალბატონო. ანუ კითხვა იყო დარიალ უკვე გადავედით ჩვენც ვაპირებთ რა თქმა უნდა დარიალ ჰესთან დაკავშირებით და ხდეზეც იყო მე მგონი რომ როცა პროექტი უკვე არსებობს თუ როგორც ცოტა რა მდგომარეობაა დღესდღეობით თერგზე დაგეგმილი ჰესების შენობასთან დაკავშირებით ანუ ამის კითხვა გვინდოდა და მაყურებლის აზრით შეიძლება თუ არა მისი გადარჩენა და რა გზით შეიძლება ხდეზე მეკითხებით ისე არა უკვე თერგზე გადავედით უკვე თერგზე იცით რა დაემთხვა ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენს ვაპირებთ რა თქმა უნდა ხდეზე გითხარით რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ დღეების განმავლობაში რაც შეეხება ბატონო ჯერ არ არის მიღებული დიახ რაც შეეხება დარიალ ჰეს იცით რომ დარიალ ჰესზე გაცემული იყო ნებართვა ამ ჰესთან დაკავშირებითაც არსებობს უამრავი შეკითხვა განსაკუთრებით და არა მარტო მე მგონი წყლის რაოდენობასთან დაკავშირებით რაც რჩება თვითონ კალაპოტში 10% რო დავაზუსტოთ ხო? 10% დღეის მდგომარეობით. ესე იგი რაც არის 2 კუბური მეტრი წამში აი ესეთი გრანდიოზული დინარესაა. დიდი ხნის განმავლობაში დიახ თუმცა თვითონ საპროექტო წინადადება პროექტი საინჟინრო პროექტი ითვალისწინებს ასე ვთქვათ რაღაცა ფარებს როგორც ეს თვითონ პროექტიდან ჩანს რაც იმას გულისხმობს რომ თუ ვთქვათ მონიტორინგის შემდეგ გაირკვევა რომ ეს რაოდენობა წყლის არის მცირე და იქ მოხდება რაღაცა ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა და ვთქვათ ეკოსისტემური პრობლემები შეიქმნება მაშინ შესაძლებელია ტექნიკურად ეს შესაძლებელია რომ მოხდეს არა ვთქვათ 2 კუბური მეტრი წამში ამ რაოდენობის წყლის დატოვება და გამოშვება დინარის კალაპოტში არამედ უფრო მეტის. გამომდინარე იქიდან რომ ამასთან დაკავშირებით პროექტთან დაკავშირებით ხო მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება ინვესტორის კეთილნებაზე თუ თქვენ რა ვეკეთებთ? არა ჩვენ ეს მარტო ინვესტორის კეთილნებაზე არ იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომელიც ჩვენ უნდა შევითანხმოთ მონიტორინგის და რაღაცა დაკვირვებების გეგმა, რომელიც მოხდება. ნებართვა გაცემულია თქვენ არა კი მაგრამ იქ ნებართვის პირობებში არის მთელი რიგი ჩამონათვალი პირობების რის მიხედვითაც უნდა ანუ ეს კეთილინება არ იქნება მხოლოდ ჩვენ განსაზღვრა წინა ხელისუფლებამ თუ თქვენ წინა ხელისუფლების მიერ იყო ეს პირობები განსაზღვრული მაგრამ ისია თქვენი აზრით ანუ რეალურად ჩვენ რა დაგვრჩება მართლაც აი ესეთი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლოდ წეული თერგისაგან ესე იგი ძალიან ისეთი მონიტორინგი მკაცრი და რეგულარული და ხშირი მონიტორინგი უნდა ვაწარმოოთ ამაზე მე ვიტყოდი არა მარტო ოპერირების არამედ თვითონ მშენებლობის პროცესშიც ოპერირების პროცესში უნდა მოხდეს ბერკეტი ეს გვაქვს დღეისათვის უნდა მოხდეს ძალიან რეგულარული აქტიური და ისეთი სერიოზული მონიტორინგი დაკვირვება ვთქვათ იგივე ეკოსისტემის მდინარეზე წყლის რაოდენობაზე მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვთქვათ გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვება ინვესტორს რომ გამოუშვას მეტი წყალი ეს არის ის მექანიზმი რაც გვაქვს დარჩენილი და ეს უნდა გავაკეთოთ ეს გვაქვს აყვანილი როგორც ერთ-ერთი ისეთი ძალიან პრიორიტეტული და პრინციპული საკითხი რასაც მივაქცევთ აუცილებლად ყურადღებას სააკაშვილის პერიოდში შეიძლება ითქვას რომ სააკაშვილის პერიოდში დადებული ჰესების შენობასთან დაკავშირებით მემორანდუმი არ ექვემდებარება გადახედვას ანუ სხვა ბერკეტები არ გაგაჩნიათ ამის გარდა რომ მომავალში გაურკვეველი მაინც ასე ვთქვათ მომავლის იცით ამ მემორანდუმების მე ყოველ შემთხვევაში რა პრობლემასაც ხედავ მემორანდუმის ანუ თქვენ გაქვთ პირდაპირ გითხავთ გაქვთ უარყოფილება თუნდაც თერგის შემთხვევაში როგორც გარემოსდაცვის მინისტრს გაუქმოთ ხელშეკრულება მათ შორის თუნდაც ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჩვენ ვთქვით რომ ვადებთან დაკავშირებული დარღვევებია ან სხვა მექანიზმები არა ხელშეკრულების გაუქმების უფლება მე არანაირად არ მაქვს ელემენტარულად ხელშეკრულება დადებული იყო ენერგეტიკასა და მშენებელ კომპანიას შორის მემორანდუმი მათ შორის იყო შესაბამისად რაც ჩემთან არ იყო დადებული მის გაუქმების ან არა უფლება თერგი გადაარჩინოს ასე ვთქვათ იმიტომ რომ ხელშეკრულების პირობები დარღვეულია
ხელშეკრულების პირობები რა აქვს გარკვეული? ვადების დარღვევაზე იყო საუბარი, თუნდაც კერძო დარღვევა ძალიან მნიშვნელოვანი, როცა დაიწყო მშენებლობა თერგზე ამ ხესისა და რეალურად მაყურებელს მინდა დაუზუსტოთ, რომ დღეს მდგომარეობით 90%-ია ესეთი მნიშვნელოვანი ძლიერი საქართველოს მართლაც ერთ-ერთი სიმბოლური მდინარესაგან დღეს მდგომარეობით თუ ეს ყოველივე გაგრძელდა და იმედია საზოგადოება იქნება თუ ხელისუფლება ამ ყოველივეს წინააღმდეგ ყველაფერს გააკეთებს და საზოგადოება მაინც მიდის მილში, უშვებენ მილში. ამ ხელშეკრულების დამდები მხარე ფორმალურად იყო ენერგეტიკის სამინისტრო, ხომ? გასაგებია და ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, უბრალოდ ხელშეკრულების უკანონობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ხელშეკრულება დაიდო დაცული ტერიტორიის ფარგლებში ჰესის შენებლობაზე, რაც მოქმედი განმავლობით აღრძალულია. იგივე წითელი ნუსხის შესახებ და წითელი წიგნის საწითელი ნუსხის შესახებ კანონის დარღვევებზე შეიძლება საუბარი როგორც ღვთის ხეობის შემთხვევაში, ასევე ამ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ნაკადულის კალმახთან დაკავშირებული პრობლემაა, იმიტომ რომ მისი საცხოვრებელი გარემო უარესდება, ანუ ჰაბიტატი უარესდება, და მთელი რიგი სხვა დარღვევებიც არის და ეს გაძლევს თუ არა საშუალებას თქვენ როგორც მთავრობას, მოდით ესე უფრო გაფართოებულად გკითხავთ, ან თქვენ როგორც გარემოდაცვის მინისტრს, რეალურად მიიღოთ ზომები საიმედოდ, რომ საქართველოს მართლაც ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ბლახ თქვა და თითოეული ადამიანისაც ალბათ ძალიან ძვირფასი თერგი გადარჩეს და თუნდაც ჩვენ ვაწარმოოთ დავა, მე აქ სტუმრად ყავდა ერთ-ერთი სტუმარი საუბრობდა იმაზე, რომ შეიძლება არბიტრაჟი გამოიწვიოს ამ ყოველივე ფაქტით თუ არა, რომ ღირს დავათ თერგის გადარჩენა და თუნდაც საერთაშორისო არბიტრაჟში დასასრულად. თერგის თემა ძალიან მტკივნეული თემაა, ნამდვილად ვიცი, ეს მტკივნეულია ჩემთვისაც, იმიტომ რომ დანიშნიდან პირველი დღეებიდანვე ამ საკითხის წამოწევა ხდებოდა ყოველთვის. იცით რომ მაშინ მიმდინარეობდა დავა სამინისტროსთან, სამინისტროს უჩიოდა მწვანე ალტერნატივა, რომელიც ამბობდა რომ ნებართვა არ იყო გაცემული სწორად და საჭიროა ნებართვის გაუქმება. საზოგადოების უმრავლესობა დიდი ნაწილი ალბათ ესე ფიქრობს, მე ესე ვფიქრობ და ჩვენი გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს მართალია ღვთის ხეობა შეეხება ამ შემთხვევაში, მაგრამ წინამორბედ გადაცემებში როცა ჰესების თემაზე ქონდა საუბარი, როგორც წესი 90% ზემოთ იყო მათი რიცხვი, ვინც ამბობდა რომ თუნდაც თერგის შემთხვევაში, თუნდაც დიდი ჰესების შემთხვევაში, ეს არის დიდი ჰესი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ღირებულების და ფასეულობის მატარებელია კულტურულისას თუნდაც გარემოსაცუცეს თერგი, არის მოწინააღმდეგენი ამ ჰესის შენებლობის ესეთია საზოგადოებრივი აზრი და ვფიქრობ რომ ვისაც სურვილი ექნება შეუძლია ჩაატაროს ალტერნატიული გამოკითხვა და მგონებ ასეთ სურათს მიიღებს. კი, ნუ ახლა ყველა შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი და საინტერესოა ეს მოსაზრება ჩემთვის, რომ ეს არის. თუმცა სამინისტრო სახელმწიფო მოქმედებს კანონის ფარგლებში. ჩვენ ხომ მე როგორც ხელშეკრულების დარღვევა, თუნდაც ის რომ უკანონოდ დაიწყეს მშენებლობა, კანონში წერია რომ არ შეიძლება დაცული ტერიტორიის ფარგლებში მშენებლობა ჰესისა. არ იძლევა საშუალება საიმისოდ რომ ან თქვენმა სამინისტრომ, ან რომელიმე სხვა უწყებამ, სახელმწიფო უწყებამ, იგივე ენერგეტიკის სამინისტრომ უარი თქვას ამ პროექტზე. იცით რა არის ეს საკითხი? ისე იგი შეაჩეროს და შეწყვიტოს გაუქმოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რადგან იყო ძალიან ბევრი კითხვა, სწორედ ამ კითხვების გამოც იყო ეს სასამართლო დავა მიმდინარეობდა. იყო იმ მომენტში, ხო, თქვენც ესე მას პერიოდში იყო დაცული ტერიტორია, თუმცა იქ იყო რაღაცა სპეცჭრებთან დაკავშირებული საკითხი, რომ ეს დაცულ ტერიტორიაზე მშენებლობა კი არა სპეცჭრები, რომელიც რაღაც ანუ მე რისი თქმა მინდა. მშენებლობა დაიწყო რეალურად დაცულ ტერიტორიაზე და 4 თვის თავზე ამოიღეს, ასე ვთქვათ, იმ საზღვრებიდან რომელშიც არის დღესდღეობით ეს მდინარე და თერგი ამ შემთხვევაში და ხესის შესაბამისად მოსამზადებელი სამუშაოების მილი მერე ამოიღეს პოსტფაქტუმ გაასწორეს. კი, გეთანხმებით, ჩვენი კანონმდებლობა მოგეხსენებათ, ხა კანონებზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მაგრამ ძალიან ხშირად იძლევა, უბრალოდ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აი ზუსტად ამოიკითხო ამ კონკრეტულ გეტყვით, რასაც გულისხმობ. თქვენ როგორ ფიქრობთ? შესაძლებელია თუ არა დღეს რომელიმე სახელმწიფო ორგანომ შეაჩეროს ან გააუქმოს ხელშეკრულება თერგზე ჰესის შენებლობასთან დაკავშირებით. ან თქვენ ან სხვა ორგანო. იცით რა, არ ვიცი, ვერ გეტყვით გადამწყვეტ პასუხს, იმიტომ რომ ვიმეორებ, რომ ხა ჩვენ ხო მოქმედებთ კანონის ფარგლებში. თქვათ ის კანონიდან გამომდინარე ვიძახი, კი. აი მე გეტყვით კონკრეტულად ჩვენს მაგალითად ჩვენ შემთხვევაში გარემოსდაცვის სამინისტროს. გარემოსდაცვის სამინისტროს, როდესაც გაცემულია ნებართვა და კანონის მიხედვით არის გაცემული. მაგაზე მიმდინარეობდა დავა სასამართლოში. სასამართლოში თქვენი სამინისტროს პოზიცია როგორია? რასთან თვითონ სწორად იყო თუ არა იცით რა მე უნდა ახლა ჩემი სამინისტროს პოზიცია მე ჩემ პოზიციას გეტყვით ამასთან დაკავშირებით ამაზე ძალიან ბევრი მსჯელობა გქონდა სხვათა შორის იგივე როგორც მომხრეებთან ასე ანუ რომლებიც ამბობდნენ რომ იმტკიცებდნენ რომ არაფერი კანონდარღვევით არ იყო გაცემული ასევე ზოგი კი არა თქვა იგივე მწვანე ალტერნატივასთან მქონდა ამაზე ბევრჯერ მსჯელობა და კამათი რომლებიც ზუსტად აი ამ არგუმენტებით მაგრამ იქ სხვები ამბობდნენ რომ იქ არის კანონში ჩანაწერი და სხვა ანუ მე იმის თქმა მინდა რომ მე უნდა მეწარმოებინა გეტყვით მე უნდა მეწარმოებინა დამოუკიდებელი
გამოკვლევა ამის და სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. მე იმ პერიოდში თუ გახსოვთ დარიელ ხესებს ვცდილობდი რომ არც კი კომენტარიც კი არ გამეკეთებინა, სწორედ იმიტომ რომ სასამართლოზე არ მომხდარიყო თუნდაც არაპირდაპირ ზემოქმედება და ზეწოლა რომ აი სამინისტრო მინისტრი ამას ამბობს, ესე იგი ასეთ ისე. ანუ რომ იტყვიან მივანდე რომ სასამართლო გადაწყვეტს ამას. მიღებული იყო ასეთი გადაწყვეტა. ეს სხვა საკითხია უკვე, მაგრამ დღეს ჩვენი სამართლებრივი ბერკეტი როგორც სამინისტროსი არის ის რომ მონიტორინგი ვაწარმოოთ ამის ძალიან კაცრი. ბერკეტი თქვენ არ გაგაშინოთ და სასამართლოს იმედია თერგი დარჩენილი? კიდევ ერთი სასამართლოს ამ სასამართლოს და არის კიდევ თუ ვთქვათ ისე კანონმდებლობა რაც თუ მოხდება ვთქვათ იქ პირობების დარღვევა ხდება მე არის პროცედურა რაღაც გადაგაეწერება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობებს გულისხმობ. დიახ, და ხელშეკრულების პირობებიც ხო დარღვეულია? ეს არ არის საფუძველი რომ თუნდაც ენერგეტიკის სამინისტრო ხელშეკრულების პირობები რა არის დარღვეული ეს ვადები ვახსენეთ ის რომ უკანონო ასე ვთქვათ უკანონო დაიწყო იმიტომ რომ იმ პერიოდში დაცული ტერიტორია იყო μαζებს ეს არის მაშინ ისევ და ისევ თითელ ნუსხა შეტანის სახეობა ბინადრობს თერგში კალმახზე საუბარი რომელსაც ისევ და ისევ ეს არის მაშინ კლავ და კლავ საჩივარი და ჩივილის და განშის საგანი და ვინ არის ეს ინვესტორები ესეთები რომ ვერავინ ვერ ერევა და არავის არ შეუძლია რომ არა ვინ არიან ახლა არ ვიცი ეს არის დარიალ ენერგი და ახლა ვინ არის მაგის უკან და რა ეს არის ეს არ ვიცი. სტუდიაში სარი არის გისმენთ. გისმენთ. დიახ გისმენთ. აი კი. ქალბატონო მინისტრო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს. აი უკიდურესად უხერხულს. იმიტომ რომ ყველაფერზე იძახით არ ვიცი, არ ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩემი ისა. აბა რიღასთვის მიხვედით და რიღასთვის მარტო თქვენ არა, ყველა მინისტრზე არის ლაპარაკი. იქასთვის დაჭერით რომ ხელფასები აიღოთ და ძვირადღირებული მანქანებით. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე გადავიდეთ შეგვიძლია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არა გეთქვა, მე მესმის ძალიან კარგად მესმის, ახლა ისე გამომდის. ხო, თავრობის წევრიც ხარ, მარტო მინისტრი ხარ, ხარ გარემოდაცვი და აი კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე რა სიტყვით თლიანობაში ამ ხელისუფლების არის თუ არა, უნდა თუ არა ახალ მთავრობას გადაარჩინოს თერგი. თერგი შეიძლება ბევრჯერ ვახსენეთ ამ გადაცემაში, მაგრამ მართლა ძალიან ძვირფასი უნდა იყოს ალბათ ყოველასთვის და არის კიდევაც თქვენთვისაც და აი ჯამურად თუ შესაძლებელია ამ მთავრობამ თერგის შემთხვევაშიც და სხვა ისეთ პრინციპულ საკითხებზე მიიღოს კანონის ფარგლებში გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ის პირდაპირ ვთქვათ, დაუნდობელი მოქმედებები, რომელიც გასაგებია წინა ხელისუფლებამ დაიწყო. ამის ნება არის თუ არა მაგას ვეკითხები. პოლიტიკური ნება არსებობს თუ არა და არის თუ არა მექანიზმები. მექანიზმები სამართლებრივი მექანიზმები. ახლა ბატონი სწორად არ ვიცი ამბობ. სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს მაშინ კიდევ ერთხელ საკითხი თავიდან ბოლომდე შესწავლილი რა ეტაპზე იყო დარღვევა, თუ იყო, სად იყო, ვისი მხრიდან იყო ეს დარღვევა, იქნება და რაღაც უფრო სერიოზულ საკითხებში ვიკვეთებით და სერიოზულ სამართალ დარღვევებში. უნდა იყოს ეს საკითხი მაშინ თავიდან ბოლომდე გამოკვლეულ შესწავლილ. შეგიძლიათ ამის შესახებ ინიციატივით შემოხვიდეთ თქვენ. არაერთხელ გავაჟღერეთ ჩვენ ეს ინიციატივა პროკურატურასაც საჯაროდ მიმართეთ თქვენს გადაცემაშიც, გადაცემის გარეთაც, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძვირფასი რამ არის და მე მგონი ჩემგან ასახსნელი არ უნდა იყოს არავითრის გეთანხმებით აბსოლუტურად ეს თერგი არის ესეთი საკითხი, ანუ მე მართალი რომ გითხრათ შეიძლება ცუდი შედარება, მაგრამ აი რატომაც ბაგრაძე ვფიქრობ ხოლმე, რომელსაც ასევე ძალიან უხეშად შეეხნენ და ფაქტობრივად იუნესკოს-იდან გარიცხვის კანდიდატი და სია იქით იყოს და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მშვიდყივნეული იყო ის რაც მოხდა, აი ეს უხეშ ჩარევა იგივე ხდება თერგთან დაკავშირებით, რომლის მასშტაბი უფრო დიდია, ძალიან ფილოსოფიური საკითხია, მაგრამ იგივე მცხეთას რომ შეეხნონ და შეეხნენ კიდევაც ყოფილა ესეთი ფაქტები, თუმცა თერგის ძირითადი ნაწილი ზია ლაპარაკი, რომელსაც კარგავ თავის ხეობასთან, თავის ლანდშაფტთან, თავის ბიომრავალ ფეროვნებასთან და სულთან ერთად რომელზეც აღზრდილები ვართ ალბათ ხო ამ ქვეყნის შვილები და ამიტომ ხო შესაძლებელია ეს საკითხი არის მოდით ახლა ცოტა მაშინ შორიდან დავიწყოთ ზოგადად არის ძალიან კომპლექსური საკითხი რაზეც არაერთხელ გულს ამასობაში პროცესი მიდის და რა შეიძლება ხო რთულია ძალიან რთულია ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ვის შეუძლია ამ წუთას ჩარევა პოლიტიკური და სამართლებრივი ამ სიტუაციაში თქვენი აზრით გადარჩენის ვის შეუძლია ეს საკითხი თუ ანუ თუ იქ იყო დანაშაულებრივი შეჩერება მაინც სანამ დაზუსტდება თუნდაც ეს პოზიცია. ჩვენ თulis რომ კანონდარღვევა, მაგრამ ჯამურად სანამ შეფასდება. კანონი კიდევ ზუსტად მაგას ვამბობ, კანონდარღვევა თქვენ თulit ასე. მაგრამ თუ ვთქვათ ეს არ დადასტურდა რომ კანონდარღვევა რა საფუძველი უნდა ჰქონდეს. გარდა სასამართლოსი არსებობს ვინმე სულიერი ამ ქვეყანაში, ვისაც სამართლებრივად შეუძლია ამაში ასე ვთქვათ აღნიშნული პროცესის შეჩერება.
არა თუ გაუქმება შეჩერება მაინც სანამ საკითხი გადაწყდება იმიტომ რომ გრძელდება კლდეების გრევა გრძელდება დამახინჯება ამ ულამაზეს ხეობის და პერსპექტივა ესეთია მაყურებელს რომ უთხრათ რომ სადღაც შემოდგომისთვის იგეგმება უკვე მდინარის ძირითადი ნაწილის 90%-ის გადასროლა ხო მას ხორცს შემოდგომიდან ნუ არ ვახსოვს ზუსტად მილში გაშვება თერგის აი მანამდე მაინც სანამ თუნდაც ოფიციალურად დადასტურდება ეს პოზიციები რომელზეც ჩვენ საუბრობთ შესაძლებელია შეჩერება ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ გარდა სასამართლოს სავარაუდოდ არა ანუ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს თქვათ რამდენად კანონიერად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული კარგით ეს არის ისევ სტუდიაში გისმენთ ალო დიახ გისმენთ ეთერში ვარ ეთერში ბრძანდებით სამომშვიდობო კალბატონებო ბატონულაშე მოგესალმებით მე გასუწეს ვიყავი დარიელის ხეობაში და დაუთვალიერე გასშენებლობა პროექტი გავეცანი ვა გისმენთ ეთერში ხარ გისმენთ ცოტა ლაკონურად თუ შეიძლება დრო ცოტა გვაქვს გისმენთ ხო მე ვარ გასშენებლობის სპეციალისტი როგორ გონიათ იმ ხარჯებს კატასტროფულ ხარჯებს გაატარებს ის თერგის კალაპოტი ეხლა როდესაც გვირაბიდან გამოტანი ქანი ხიხრება არსებული გზა გადადის გვირაბის იმაში დინარის კალაპოტში დინარის ნიშნული და გვირაბის ნიშნული ერთ სიმაღლეზე არის გველეთის ზევით ქვემოთ ცოტა იმაში უერთდება იქ ხევი რომლის ნატანი დაახლოებით 50-40 მეტრაა როგორ ფიქრობთ გაატარებს ამ ხარჯებს ეს კალაპოტი ეხლა ამჟამად ხო შეიძლება რომ იქ გვირაბში ჩვენ ღებულობდით მონაწილეობა 300 მეტრიანში და 500 მეტრიანი გვირაბების ტენდერში და როდესაც მე ეს პროექტი ვნახე მე ექსპერტიზის განყოფილების უფროსი ვიყავი და არც ერთი შენებელი ნორმალური შენებელი ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ არ უნდა მოკიდოს შენებელმა ამას ხელი ძალიან დიდი მადლობა ზარისათვის დიდი მადლობა გვაპატიეთ უნდა შეგაწყვეტნოთ გასაგებია თქვენი შეკითხვა შევეცდები ლაკონო რეფორმა მივცეთ იმიტომ რომ სხვა მაყურებელმა და მსმენელმაც გაიგოს აქ სხვა პრობლემებიც არის გარდა იმ ფასეულობისა რომელიც დაკარგვის საფრთხე რეალურია და რომელზეც მე და თქვენ ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრი გვაქვს ჩვენ თვით რომ ენერგეტიკის სამინისტროს შეუძლია გაჩერება ამ პროექტის თქვენ ესე არ თვლით მაგრამ ეს საკითხი თემა ამის გარდა არის საფრთხეები მოსახლეობისთვის ხო რომელზეც საუბრობენ ექსპერტები აი ძალიან დიდი მადლობა რომ დარეკა სამწუხაროდ არ უცხო სახელი და გვარი ამ ადამიანის რომელიც სპეციალისტია აშკარად ამ სფეროში და ამ თაობაზე სხვებისგანაც გაგვიგია რომ არის საფრთხე ნატანი მასალის დაგროვებისა და წყალდიდობისა რომელიც შეიძლება თეორიულად აღმოჩნდეს პრობლემა იგივე სტეფანწმინდისთვის ანუ ყოფილი ყაზბეგის დაბა ყაზბეგისათვის რას და თვითონ ჰესისთვისაც თუ ვთქვათ ეს პრობლემა დადგება ყაზბეგთან შედარებით მეორე ხარისხოვანი თუმცა იქაც ადამიანები იმუშავებენ ალბათ თუ ეს საშენდა და რა თქმა უნდა ადამიანის სიცხეს ეხება რას ფიქრობთ ამაზე ამ საკითხზე ეს არა მარტო ექსპერტების თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის უხილსაც წარმოადგენს ჩვენ როცა ვიყავით ჩასულები ერთ-ერთი თემა როდესაც ხდის გარდა გადმოდიოდნენ დარიალიც კი არა ნუ დარიალი ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ ხდეზე ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული ამიტომ უფრო იყო სწორედ ეგ მოსახლეობის მხრიდან რომ იქ არის მდინარე ყურე რომელიც ჩამოიტანს ძალიან დიდ ნაშალს მე კიდე რაღაც სხვა შენაკადი ყურო ხო უკაცრავად სხვა შენაკადი რომელიც ასევე პრობლემა შეიძლება შეუქმნას და ნუ ამაზე ინვესტორებს შენებლებიც იყვნენ უფრო სწორად მაშინ ჩვენთან ერთად და მათი პასუხი იყო რომ ამას ასე გავაკეთებთ იმას ასე გეთანხმებით ეს ყველაფერი ამას ასე გავაკეთებ ისე გავაკეთებ კი არა ეს უნდა იყოს ეს უნდა იყოს თავიდანვე დოკუმენტში ჩადებული თავიდანვე უნდა იყოს დოკუმენტში ნაკლებად არის ეს რისკები ასახული და თავიდანვე უნდა იყოს დოკუმენტში გაწერილი რა რისკს უქმნის თუ გარემოს თუ თვითონ რა რისკი ექნება რა არის ამის შემარბილებელი ღონისძიებები და რას როგორ გააკეთებს სხვადასხვა ახლა ბატონ მამისწინებდა ცოტა მაინც ესე მომხვდა გულზე და იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს ჩემი კომპეტენცია არ არის მე ახლა ჩემი კომპეტენცია არ არის მაგას კი არ ვამბობ არის საკითხები რომელიც თუ სამწუხაროდ ამას ხშირად ვიმეორებთ ხოლმე რომ სამართალ მემკვიდრეები ვართ ჩვენ იმის რაც მივიღეთ უბრალოდ მაგაშიც გეთანხმები ლაშა რომ ისი გამოსწორება შეიძლება ის კი არა ის უნდა გამოვასწოროთ მაგრამ არის რაღაცეები რაზეც ამის მეტი სამართლებრივი ბერკეტი თუ არ გვჩება ახლა ვერ გამოვალთ სამართლებრივი ჩარჩოები კაი არის ზარი და სანამ ამ ზარს შემოვუშვებთ ერთი რამის დაზუსტება მინდოდა და უბრალოდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჯამურად და წავი საკითხია გასაგებია რომ დღეს სხვა თემები შეიძლება ალბათ ვეღარც მიმოვიხილოთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ
ჩვენი საჯარო შეთანხმების თქვენ ნახევარში ხოთ ხარ ჩვენი სტუმარი და ეს მაგალითი უნდა იყოს ზოგადად მოხელეებისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, იმიტომ რომ საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება არის მთავარი პრინციპი ერთ-ერთი დემოკრატიისა და ეს კარგია მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენთან მიუხედავად საკითხის სიმწვავისა სტუმრობთ. მაგრამ ერთი რამის დამატება მინდა. გამოდის რომ ახლა თქვენი მსჯელობის ლოგიკიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმებული ყველა მემორანდუმი უნდა შესრულდეს, თუნდაც ხუდონხესის შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში, წინასაერთო პროგრამაში არის ვალდებულება პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების მიერ აღებული, რომ დიდ ხესებზე უარესკმა და აღზალვაზია საუბარი, ამ დროს წინა ხელისუფლებას აქვს დადებული მემორანდუმი მათ შორის ხუდონხესთან მიმართებაში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მემორანდუმი ისეთი მაღალი რანგის და იერარქიის სამართლებრივი დოკუმენტია, რომ მისი გადაბიჯება კანონიერი გზით შეუძლებელია თლიანობაში მთავრობისთვის მიარგევნებით მხოლოდ გარემოსდაცვის სამინისტროზე, რომელსაც შეუძლია და ბერკეტები გააჩნია გარემოსდაცვის ნებართვის გაცემასთან მიმართებაში, ან მის გაუქმებასთან მიმართებაში თავისთავად. არა, მემორანდუმი ნამდვილად არ არის იერარქიულად ისეთი მაღალი დოკუმენტი, რომ რაღაც კონსტიტუციას უსწორდებოდეს, რაც დადეს. სულაც არ ვთვლები ამას საჭიროდ და საჭიროდ კი არა აუცილებლობად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა მემორანდუმებზე მინდოდა კიდევ ხაზი გამისვა, რომ ის ფორმა რაც არ მომწონს მემორანდუმებში არის ის, რომ მემორანდუმებში განსაზღვრულია ვადები და განსაზღვრულია სიმძლავრეები, რაც უნდა იყოს აშენებული. ეს თავისთავად უქმნის უხერხულობას სახელმწიფოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თვითონ ინვესტორსაც, იმიტომ რომ თუ იმ პირობებში და იმ ვადებში ჩატება ვერ მოხდა, მაშინ თვითონაც რაღაცა გარკვეული სასჯელების და გადასახადების ჯარიმების ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ესე და ანუ კი გეთანხმებით, ანუ რაღაცა ვისთვის კარგი ეს მემორანდუმი მართალი რომ გითხრათ ვერ ხვდები, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ რა მემორანდუმებიც იყო დადებული, ყველა მემორანდუმი უნდა შესრულდეს. ენერგეტიკის სამინისტროს მსგავსად ჩვენი სამინისტროსი არის სამართალმემკვიდრე ამ მემორანდუმების. ახალ მემორანდუმებზე ზემოთ დგას კანონი, კონსტიტუცია, საერთაშორისო კონსტიტუცია. აბსოლუტურად. მემორანდუმში ცალსახად წერია რომ ყველაფერი მშენებლობა და ის უნდა ხდებოდეს კანონით დადგენილი წესების მიხედვით. ამიტომ თითოეულ მემორანდუმის თუ ვთქვათ იქნება შემოსული მე ჩემი კუთხიდან გარემოსდაზე გარკვეულ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას მიუდგებით სწორედ კანონის ფარგლებში და არა ისე რომ რაღაცა გვინდა და რაღაცა არ გვინდა. სწორედ კანონის ფარგლებში რა მოთხოვნაც არის კანონის და მაგის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება თითოეულ კონკრეტულ ჰესთან დაკავშირებით. ასეთია ეს პოზიცია დღევანდელი საერთოდ. ჩვენი საზრით ჭირდება საქართველოს ამდენი ჰესები და ამაზე პასუხი ალბათ უფრო უნდა გაქცეთ ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტრომ, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი, ზოგადად რაში ჭირდება თქვენი ანუ პოლიტიკის დოკუმენტი როგორც თვითონ აცხადებენ არ გააჩნია. სტრატეგიაზე რაზეც მუშაობენ, დიახ, და აბა ვიდან გამომდინარე საზღვრავენ სადეჩქარებად წინა ხელისუფლების არ იყოს, რატომ თუნდაც ამაში გახდნენ მემკვიდრეები, რომ PR-ული თვალსაზრისით ასე ვთქვათ, საზოგადოების ურთიერთობების თვალსაზრისით ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციები თითქმის არ არის შეცვლილი, ოდნავ შერბილებულია. პირდაპირ ვთქვათ, მისამღერებით აყოლებენ ხოლმე, რომ თუ ეკოლოგიური სტანდარტები შესრულდება, მაშინ ამას ამობენ 90 ბოლოში წინადადების ყოველ შემთხვევაში გამოსვლის და მანამდე რიტორიკა მსგავსია, სამწუხაროდ კადრებიც ხშირ შემთხვევაში იგივეა, იგივე ქალბატონი ვალიშვილის თემა, რომელიც სულ ხდება ხოლმე განხილვის საკითხი, მესმის რომ გარკვეულ უხერხულობას იქნით, იმიტომ რომ თქვენი მთავრობის წევრიც გამოდის ის, მაგრამ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი იდეოლოგია ამ პროექტებისა და ცოტა არ იყოს უცნაურია საზოგადოებისთვის და მეჩერებსაც, რატომ არის ის დღესაც იგივე სამინისტროში დაახლოებით თანამდებობაზე მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ხესები თითქოს აღარ ეხება. ანუ, ვერ რომ არ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. თქვენ თქვით, რომ ჩვენ ნაკლებად გვეხება. აი, მივედით ანუ უფრო ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროს თემა არის და რომ დაუბრუნდეთ თუმცა თქვენც უნდა იყოს ჩართული და თქვენ სხვათა შორის აცხადებდით იმის თაობაზე რომ არა მხოლოდ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების დროს ენერგეტიკის სფეროში არამედ კონკრეტული გაწყვეტილების მიღების პროცესშიც დროულად უნდა იყოს ჩართული გარემოსდაცვის სამინისტრო ამ მხრივ რაიმე ინიციატივები საკანონმდებლო დონეზე უკვე გაქვთ თუ ისევ ის მდგომარეობა რომ ენერგეტიკის სამინისტრო რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს და თქვენ პოსტფაქტუმ არა ეგ მახინჯი პრაქტიკა ირღვევა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მსგავსი აღარაფერი აღარ მოხდება, იმიტომ რომ ეს იცი წლების განმავლობაში როგორც ხდებოდა აღარ გამამახვილებ მაგაზე ყურადღებას. მაგრამ აი რას გულისხმობთ, ანუ ამ მიმდინარეობს თქვა ძალიან როგორც სამინისტროსი რა ეტაპზეა უზრუნველყოფილი დღეისათვის და კანონმდებლობის კუთხით რაიმე ინიციატივები გაქვთ რომ დროულად ჩაგხდონ?
დროულად ჩაგვთონ რაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსთან არა თუნდაც ესეთი ახალი სავარაუდო მემორანდუმის ახალი სავარაუდო ეს არის ესეთი გადაწყვეტილი და ახალი საკანონმდებლო დონეზე მემორანდუმების თემა კანონმდებლობაში სულ არ არის ასახული შესაძლოა კანონმდებლობაში შეფასების კუთხით ერთი წუთით ესე გეტყვით მემორანდუმები ეს გვაქვს ძალიან ისეთი ცალსახა პოზიცია ჩვენც და ენერგეტიკის სამინისტროსთან და ეს უკვე ენერგეტიკის სამინისტროსაც და ეს არის უკვე ძალიან კარგი რომ ახალი მემორანდუმის თემა თუ წამოიწევა ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ გარემოსდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ერთად თუ რაიმე გამყარებული არა ამიტომ ვამბობ ახლა კანონში მემორანდუმების თემა საერთოდ არ წერია ამიტომ ახლა ხელწერის სხვა დავაწერინებ ხელწერი დავაწერინო კანონში რა თქმა უნდა შეიძლება ჯერ მემორანდუმების შეიძლება ნახსენები იყოს მაგრამ მემორანდუმები იქით იყოს იგივე ორხუსის კონვენციიდან გამომდინარე იგივე ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე გარემოსდაცვის სფეროში საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე დროული ჩართულობა არა თუ ოფიციალური სტრუქტურისა გარემოსდაცვის სფეროში არამედ საზოგადოების ჩართულობას უნდა იყოს უზრუნველყოფილი და გამყარებული კანონმდებლობითაც არა მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებებით იგივე ორხუსის კონვენციით არამედ კანონმდებლობითაც ეს საკითხიც არის დასაზუსტებელი მე ვფიქრობ იმიტომ რომ შეიძლება შეიცვალოს ენერგეტიკის სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელი ან თქვენთან შეიცვალოს რომელიმე წარმომადგენელი და ეს შეთანხმება ზეპირის შეთანხმება რომელიც ყოველთვის არ ამყარია დაირღვეს თავისთავად უფრო მარტივად ამიტომ გარანტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა არსებობდეს და ხომ არა გაქვს რაიმე შემოშევებული ამ კუთხით ინიციატივები იგივე კონკრეტულ მემორანდუმის დადებასთან დაკავშირებული იქნება ეს გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურის დახვეწასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში თუ სხვა დეტალებზე რომელიც ეხება არა მარტო ხესებს არამედ ბუნებრივ რესურსებს მთლიანობაში გეტყვით თვითონ ახლა თქვათ ასეთი კანონმდებლობაში ამის ჩანაწერის ფორმულირება როგორ შეიძლება გაკეთდეს შეიძლება საჭირო იყოს და ეს კარგი ინიციატივა იმიტომ რომ ორხუსის კონვენცია გასაგებია რომ არეგულირებს მაგრამ პრაქტიკა როგორც წესი ეროვნული კანონმდებლობაში თუ არ არის ეს რაღაცები ასახული ხშირად ყურადღების მიღმართ შეება ხოლმე სამწუხაროდ მაგრამ რაც შეეხება გეზეშესთან დაკავშირებით ამაზეც დაწყებული გვაქვს უკვე მუშაობა იმიტომ რომ კანონმდებლობის ანალიზი კანონმდებლობაზე მაქვს მაგ უკვე კანონმდებლობაზე იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ თვითონ კანონმდებლობა გეზეშეს სისტემა არ არის ისეთი რაც იძლევა იმის საშუალებას რომ ნორმალურად ხდებოდეს შეფასება და ნებართვის გაცემა და შემდეგ მონიტორინგი და რომელიმე სამინისტრო ისეთ ხელშეკრულებებს არ დებდეს როგორცაც დებდა და არ წირავდეს კი ბატონო ზუსტად ამაზე მუშაობა დაწყებულია გარდა ამისა გეტყვით იმასაც რომ მუშაობა დაწყებულია და გარკვეული დრაფტი პროექტები უკვე არსებობს იცით რომ ჩვენი კანონმდებლობის გეზეშესთან დაკავშირებული სისტემის ერთ-ერთი პრობლემა იყო ის რომ ეს ჰესი შენდებოდა გზა თუ ცემენტის ქარხანა ყველას მოეთხოვებოდა დებულებით განსაზღვრული ერთი და იგივე საკითხები არა და ეს ასე არ არის მაგალითად ჰესების მშენებლობაში ერთ-ერთი პრობლემა უბრალოდ შენიშვნა თავარი ერთ-ერთი მთავარი არა ერთ-ერთი რაც ხშირად ისმოდა ამ თუნდაც ხდესთან დაკავშირებით იყო ის რომ ჰაერის დაბინძურების ნაწილია განხილული კარგათო და ჰაერის დეტალურად ახლა თქვათ ჰაერის დაბინძურება ახლა ჰესი ყველაზე ნაკლებად რომ ჰაერს აბინძურებდეს ანუ სხვა და ჩვენ გვაქვს უკვე გაკეთებული ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით ესე ვთქვათ გაიდლაინები ჰესებთან დაკავშირებით ანუ რას უნდა მოიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი რომელიც ჰესზეა რომელიც გვინდა რომ მივიღოთ კანონქვემდებარე აქტად ზუსტად ასევე იქნება რამდენიმე სექტორი რომელიც ძირითადი სექტორებია ვთქვათ ეს ცემენტის ქარხანა ეს იქნება ასფალტის გადამამუშავებელი ანუ ძირითადი რაც არის ჰესებთან დაკავშირებით ეს დოკუმენტი უკვე არსებობს ისეთი დრაფტის აუცილებლად იქნება მისი განხილვა და გვინდა რომ რაღაცნაირად ეს სისტემას მოვაწესრიგოთ ამიტომ ამაზე ძალიან კარგი სტუდიაში ისე გისმენთ გამარჯობა ქალბატონ მინისტრთან მაქვს ასეთი შეკითხვა თქვენ უკაცრავად იგივე მაყურებელი ბრძანდებით ამ შემთხვევაში თუ მაყურებელი იგივე ბრძანდებით იმიტომ რომ ხმაზე არა იგივე არა მე ახლა პირველად დავრეკე კარგით გისმენთ რამდენად მიაჩნია ქალბატონ მინისტრს რომ დაიწყოს დღესვე გამოძიება, როცა იკვეთება განაშაულების ნიშნები, აშკარაა ლაშას დამსახურებით, საზოგადოებამ გაიგო, რომ აქ ყველა ეტაპზე დარღვეული. არა, მარტო მე რამოდენიმე ადამიანი აქტიურად იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით და ორგანიზაცია ჩართული. დაიწყოს გამოძიება საზოგადოების მონაწილეობით იმ კორუფციულ გარიგებებზე და ასევე ტერორისტულ აქტებზე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ტოლფას კოდური სახელწოდება არის დიდი ჰიდროელექტროსადგურები. იდგა სამ კომპანიების დიდი მადლობა, ოდნავ ასე ვთქვათ, ხატრული ფორმამიცა მაყურებელმა, მაგრამ სრულიად გეთანხმებით, ტოლფასია ეს მოქმედებები საქართველოსთვის მე მგონი. მე მივესალმები ყველანაირ გამოძიებას, რომელიც მიგვიყვანს შემარიდებამდე. ყველა იმ მიმართულებით გძიება, შემთხვევით. არა, რამდენადაც ვიცი, ისევ სასამართლოშია პროცესი. ამ შემთხვევაში პროცესი სამართლის გამოძიებაზე იყო, მინიშნება. ხო, ეგეთი არა, ეს არის
მე კიდევ ვიმეორებ, მივესალმები ყველანაირ გამოძიებას, რაც მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე და სიმართლემდე, როგორიც არ უნდა იყოს და რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს თუ უსიამოვნოც ვისთვისაც გნებავთ იმისთვის. ამიტომ თუ ასეთი შესაძლებლობა და ასეთი ის არსებობს, რა თქმა უნდა, მე ვიქნები ამის მხოლოდ მხარდამჭერი. ძალიან დიდი მადლობა, მე ვფიქრობ, რომ ვალდებულებაც არსებობს ამ პროკურატურასთან მიმართებაში, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმართებ და უამრავი შეკითხვა, უამრავი საეჭვო გარემოება, უამრავი ოფშორი ამ ხესებთან დაკავშირებული ოფშორი თავისთავად ნიშნავს შირმას, იმიტომ რომ როგორც ესე უცნობია მის უკან ვინ დგას, თუმცა ნაცნობი სახეების ასე ვთქვათ ორომტრიალიც არაკლდა ამ ხესების შენობლობას, იგივე ყაზბეგის და ესე იგი დარიალისა და ლარსის ხესების შენობლობასთან დაკავშირებით იქ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ხდებოდნენ ნაციონალების შემომწირულთა სიაში, ესენს ჩანს იგივე თქვენ სამინისტროში წარმოდგენილი დიდი მადლობა მინდა გადავხადო საჯაროდ ბატონ შოთა ბუჩუკურს, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელმაც ძალიან ბევრი ემუშავა, მე განხილვაზე კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ იმის დეტალურად მუშაობს ადგილზე მოსახლეობასთან და თქვენთან წარმოდგენილი სიების შემოწმება მას დაუწყია, ეს არ არის იოლის სამუშაო, როგორც ვიცი, ის აბსოლუტურად საზოგადოებრივ საწყისებზე აკეთებს ამას და გაყალბებებზე იყო ლაპარაკი, რაც პირდაპირ პროკურატურის საქმეა, ანუ მაყურებელს რომ აუხსნათ, მოსახლეობის თითქოს და მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვდა 1700-მდე, ესე იყო წარდგენილი, გაეგზავნა გარემოსდაცვის სამინისტროს და ადგილობრივმა ორგანიზაციამ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ამ სიაში იყვნენ როგორც საარჩევნო სიებს აყალბებდნენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, ის ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ და ყაზბეგში ხელს ვერ მოაწერდნენ და თითქოს იქ იყო შეგროვებული და უამრავი სხვა დარღვევა იყო. კიდევ ერთხელ საჯარო განცხადება სავალდებულოა პროკურატურისათვის, პროკურატურის ყურადსაღებად. ეს ფაქტი, სიების გაყალბება თუნდაც ლარსთან და დარიალთან დაკავშირებით, თუნდაც ის უამრავი სავარაუდო საკითხი, რომელიც ამ ხესების შენელობას უკავშირდება, უნდა იყოს პრიორიტეტი, იმიტომ რომ ადამიანის ყოლობა თუნდაც ხდება არა მარტო კალიფში ჩამოსული ტყვიით, არამედ თუნდაც იმ რისკებით, რომელზეც ვისაუბრეთ, რომ შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს, თუნდაც იმით, რომ ჩვენ რეალურად შეიძლება მართლაც ცოტა ხანში დავკარგოთ და არა მარტო თერგიზე, მოსვანეთ იქნება, აჭარა იქნება თუ სხვა და სამწუხაროდ ამ ხრივ ძალიან სერიოზული პრობლემაა და ალბათ პროკურატურამ თავისი სიტყვა უნდა თქვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო ხათუნა, როგორია თქვენი სამინისტროს ხედვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, რათა არ განმეორდეს იგივე რაც დღესდღეობით მძიმე მდგომარეობა არის. ამას ვისაუბრეთ, მაგრამ სტანდარტებთან დაკავშირებით, აი სტანდარტების პრობლემაა, იგივე წყალი რამდენი უნდა ავიღოთ, ეს ერთ-ერთი საკითხია. ეს არის ერთი თუ მუშაობთ ამ კუთხით? მუშაობთ, ახლა ვერ გეტყვით რომ უკვე ვიღაცას დაწყებული აქვს წერა ამ სტანდარტების და ეს, მაგრამ სწორედ ეს ხდესთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე დარიალთესთან დაკავშირებით, საკითხმა აქ მომიწია, მასთან შეჯახება. არ არსებობს. ჩვენთან არ არსებობს. და სწორედ ერთ-ერთი რაც დავალებაც მივეცი წინა კვირას შესაბამის დეპარტამენტებს ჩვენთან, რომ მოვიძიოთ რესურსი, თქვა თუ რამე პროექტის პარკლებში რომ ყავდეს მოვძებნოთ საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც შეგვიმუშავებს, დაგვეხმარება, რომ შევიმუშაოთ. ალბათ არ ეყოფა, რომელიც დაგვეხმარება მაგ მეთოდოლოგიის შემუშავებაში, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებსაც ძალიან ბევრი შეიძლება ისე ვთქვი, მაგრამ რამდენიმესთან, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება იმ ჰიდროელექტროს სადგურების მშენებლობის. აი, ყველას ვეკითხებოდით, აი რა არის ის მინიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება დარჩეს. ცალსახელმოსი არავის არ აქვს, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი. აქ არსებობს სოფლიოში არსებობს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პარამეტრების, გარკვეული მონაცემების მიხედვით ხდება დათვლა. რამოდენიმე მეთოდოლოგია არსებობს, ერთ-ერთზე უნდა შევჩერდეთ და საუკეთესო რომელიც არის, თქვა, შეიძლება მთის მდინარეებისთვის სხვა იყოს, იმის ალბათ ყველაფერს გააჩნია, ხო, ყველა ეს ამას ექსპერტი ჭირდება და ეს არის აუცილებლად და ძალიან სასწრაფოდ გასაკეთებელი. განა მარტო იმიტომ, რომ გარემოსდაცვის სამინისტროს შეეძლოს თავი გაიმართლოს, მე ვთქვა თუ არა, ზოგადად თვითონ საქმიდან გამომდინარე. საქმიდან გამომდინარე, ხო უნდა ვიცოდეთ, თქვათ, თუ შენდება ჰესი, მოდი ვთქვათ ასე, რომ ჰესები თვითონ ესეთ რაღაცა ცუდ სიტყვად იქცა ჩვენთან გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი არა და მეორეს რომ ჰესები და ჰიდროენერგეტიკა ეს არის მწვანე ენერგია, რომელიც გაბინძურებას, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, გააჩნია სად, როგორ რა სადგეთდება, რა რაოდენობით კეთება და რა მონაცემების და რა პარამეტრების გათვლით, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად ის მეთოდოლოგია და სტანდარტი, რაზეც საუბრობთ. რა შეიძლება თვითონ მაპატიეთ, უბრალოდ რა არის, რომ ბუნების ძეგლების არ იყოს, მართლა ძალიან უხერხულია და ძალიან მძიმეა, როცა ამდენი წელი, აი, თუნდაც გარემოსდაცვის კანონის მიღების შემდეგ 15 წელი გავიდა, დღემდე ბუნების ძეგლების შესახებ არც კანონი გვაქვს, არც კანონქვეყნებარი აქტი გვაქვს და ერთა იგივე ადგილას თქვენ ძველი ასე ვთქვათ მოხელებს ანდებით, ხა თქვენი პასუხისმგებლობა ნაკლებად არის, იმიტომ რომ თქვენ სხვა სფეროში მუშაობთ, მაგრამ ერთა იგივე ადამიანები ამ სამინისტროში მუშაობდნენ, წერდნენ თითქოს რაღაც კანონპროექტებს, მაგრამ არ ყოფნიდათ, არ ვიცი, მხნეობა თუ სხვა პრობლემები ჰქონდათ საიმისოდ, რომ ბოლომდე მieყვანათ ეს საკითხები. იგივე არ გაგვაჩნია ქვეყანაში კანონი
გამწვავებული ტერიტორიების შესახებ, ანუ დასახლებულ პუნქტებში, ბაღების, პარკების და სხვა გამწვავებული ტერიტორიების შენარჩუნების კუთხით არ გაგვაჩნია ქვეყანაში ნარჩენების მართვის შესახებ კანონი, რომელიც ასევე თითქოს 15 წლის წინ დაიწერა და არ ვიცი რა ეტაპზე ნარჩენების მართვის შესახებ. იგივე არ გაგვაჩნია სტანდარტები მშენებლობის სფეროში გარემოსდაცვის კუთხით და ასპექტის თვალსაზრისით და მე არ დამავიწყდება ჯერ კიდევ 2 წელი იყო ბაქო-ჯეიხანის მილსადენის მშენებლობის პერიოდში საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ ჰოლანდიურ სტანდარტებზე, რომელიც თარგმნილიც კი არ იყო ქართულად და ისე თავაზობდნენ საზოგადოებას განხილვის დროს ამ სტანდარტებზე დაყრდნობას, რომ ის არათუ ქართულ, არამედ ინგლისურ ენაზეც არ არსებობდა და ნიდერლანდურ ენაზე იყო მომზადებული, რაც ცინიზმია მეტრო რომ არ თქვა და დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვარ დღემდე და აი დაახლოებით თქვენი შეფასებით რა პერიოდი შეიძლება დაშირდეს ახალ ხელისუფლებას და ახალ სამინისტროს საიმისოდ რომ ელემენტარული სტანდარტები გქონდეს ამ სფეროში. მაშინ წინა კითხვიდან გავაგრძელებ ცოტა როდესაც გარემოს ზემოქმედების შეფასებაზე ვსაუბრობთ სტანდარტებზე კი ერთმანეთთან არის ეს კავშირში ჩვენ გამომდინარე იქიდან ძალიან ერთის მხრივ კარგ სასტარტო პოზიციად თუ შეიძლება ასე ითქვას ვართ გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ასოცირების შეთანხმება რომელიც პირდაპირ მოითხოვს გარემოს დაცვის სფეროში ევროკავშირთან რომელიც რამდენიმე სფეროსთან დაკავშირებით მათ შორის ნარჩენი წყალი ჰაერი და გეზეშეც ევროკავშირის გარკვეულ გარემოზე ზემოქმედების შეფასება აყურებელი არ დავაბნიოთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივა არსებობს ევროკავშირის დირექტივა რომელიც აი პირდაპირ კონკრეტულ დებულებებზე ვართ მიბმული რომ იტყვიან რომლის შესრულებას გარკვეულ პერიოდში არის უკვე სავალდებულო ქვეყნისთვის რა პერიოდიდან იქნება სავალდებულო აქ წლებზეა ლაპარაკი რამდენიმე წელზე ხელმოწერიდან დაწყებული ხელმოწერიდან რა პერიოდს ეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასება რაც ყველა სფეროს ეხება ამიტომ შეცდომაში შეგიყვანოთ რამდენიმე 60 წელიწადზეა საუბარი მაგრამ ჩვენ გვინდა ეს უფრო ადრე გავაკეთოთ და ამიტომ რადგან აი ახლა გვინდა და ნება ამის არსებობს რომ ეს ცვლილებები მოხდეს სწორედ გვინდა რომ 60 წელიწადს კი არ დაველოდოთ უკვე რაც შესაძლებელია ახლავე ავსახოთ მონახაზი პრინციპში სამინისტროში არსებობს უკვე როგორი შეიძლება გამოიყურებოდეს გარემოს ზემოქმედების შეფასების შესახებ კანონი თქვა როგორ შეიძლება იქ კატეგორიების შემოღება რომ არის საჭირო იგივე ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით იქ არის რაღაც ადგილები სადაც ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვარ და აუცილებელი იქნება ექსპერტების ჩართვა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა საჯარო განხილვა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან აუცილებელი. მე ესეთი ცრუ დაპირება არ მინდა, მაგრამ ძალიან დიდი მე ყოველ შემთხვევაში სურვილი ძალიან დიდი გვაქვს რომ კანონი წელს შემოდგომისთვის გქონდეს უკვე. რაც შეეხება ნარჩენების შესახებ კანონს, მაგაზე ეს მაგალითად სხვა გადაცემის თემა უკვე პარკი. მაგრამ უბრალოდ შეიძლება მაგალითად თქვა წინა კვირას ჩვენ გქონდა გასულ კვირას პრეზენტაცია ნარჩენების შესახებ კანონის, რომელიც მომზადდა ევროკავშირის დახმარებით ასევე twinning-ის პროექტის ფარგლებში. თუმცა წინა ვერსია იყო დაახლოებით 15 წლის წინ, 10 წლის წინ მომზადებული წინა ვერსია. არა, ეს იყო ძალიან ახლებული მიდგომა ასევე ევროკავშირის. კანონია შევიდა პარლამენტში დაახლოებით 10 წლის წინ და კი, ხო, მაშინაც იყო მსგავსი ის მახსოვს ეგ პერიოდით, მაგრამ ნუ ახლა გამოვთქვამ ძალიან დიდი მეც რომ მაგ ეტაპზე არ გავჩერდებით, ეს კანონი მიიღება. ასევე გეტყვით რომ წყლის შესახებ კანონიც გვაქვს, წყლის შესახებ კანონიც გვაქვს დაგეგმილი რომ ამ წელიწადში შევიდეს. პრინციპში გვევალება კიდევაც რომ 2014 წლამდე მიღებული იყოს ახალი კანონი წყლის შესახებ. კაპიტან ხათუნა, ანუ რაღაცნაირად დავარეგულირებთ. ამ წელიწადში უკვე გვინდა რომ რაღაცა ესეთი პროგრესი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. კაპიტან ხათუნა, თქვენი სამინისტრო განიცდის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც შეიძლება იქნას შეფასებული პოზიტიურად, მაგრამ არის უამრავი შეკითხვა, მაგალითად, რატომ არ ეძლევა გარემოს დაცვის ინსპექციას იარაღის ტარების უფლება? ამ პირობებში მას შეუძლია რომ ეფექტურად იმუშაოს? გეტყვით მაგასაც ეგეც არის ერთ-ერთი ის თემა რომელიც ახლანდელი კანონპროექტების მიხედვით ეს ასეა როგორც თქვენ ბრძანეთ მაგრამ ჩვენ მუშაობთ სქემაზე თუ როგორ შეიძლება მოხდეს თანამშრომლობა გარემოს დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. სქემის მიხედვით ცოტა სხვა კუთხით გქონდა ჩანაფიქრი გაკეთებული, მოკლედ რომ არ შეგაწყვინოთ და ბატონო საერთაშორისო პრაქტიკა როგორც წესი ასეთია რომ ამ ტიპის ორგანოებს აქვთ იარაღის ტარების უფლება. ხალხის პრობლემა, რაოდენობრივი პრაკონიერთან მასაკებში დინამიკიან მეთევზესთან გეტყვით, სავარაუდოდ ეს ასეც იქნება რომ ექნება ამათ და ამ სახის გასწორება მოხდება კანონში. უბრალოდ პრობლემა არის ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით. ის ადამიანები რა რაოდენობაც ჩვენ ყავს ინსპექციაში გათვალისწინებული და ინსპექცია რომლის ფუნქციაც უნდა იყოს არა მხოლოდ ბრაკონიერობასთან ბრძოლა, არამედ საწარმოების ინსპექტირება და უნდა იყოს კი, ეს დაიყოფა რასაკვირველია, მაგრამ ადამიანური რესურსები, აი როგორც სპეციალისტები და ექსპერტები თვლიან, შეიძლება მაინც არ იყოს საკმარისი ეფექტური კონტროლისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით მაინც უნდა დავიწყოთ. სავარაუდოდ ეს იქნება. აპატიეთ, მაგრამ ეს არგუმენტი არ ვიცი ვის ეკუთვნის.
თქვენ რომელზეც ახლა საუბრობთ, მაგრამ რაც უფრო ნაკლები ადამიანი არის სახეზე ამ ორგანოს თანამშრომლის სახით, მით უფრო ეფექტური უნდა იყოს მისი, ასე ვთქვათ, აღჭურვილობა და შესაბამისად 10 შეუიარაღებელი ადამიანი ბუნებრივია თუ არსებობს, ჯობია რომ 10 შეიარაღებული იყოს, იმიტომ რომ მას მეტი გასაქანი და მეტი საშუალება ექნება, მით უმეტეს შარშან ყოლობასაც კი ქონდა ადგილი, ჩვენ ვიცით, რეინჯერის ბორჯომ ხარაგაულის პარკში. თუ არ ვთქვი მაყურებელია, ძალიან მოკლედ, თუ შემოხვალთ თუ არა და დრო გვეწურება. გისმენთ? გისმენთ? ძალიან მოკლედ 20 წამი შოთავარ ბურჩიკური ერთ პატარა კომენტარი მაქვს უბრალოდ ხდის ფესთან დაკავშირებით განხილვას მინდა შევეხო რა წინა კვირაში გაიმართა სამინისტროში მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა დამსწრე ექსპერტმა რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრის ბოლოს თქვა რომ ამ დოკუმენტზე არ შეიძლება დადებითი დასკვნის გაცემა ენერგეტიკის სამინისტრო მაინც ჯიუტა დღემდე აცხადებს რომ ნებართვა უნდა გაიცეს ძალიან მაინტერესებს სხვა რა არის ზეჭოლა თუ არა ასეთი განცხადებები მიუხედავად იმისა რომ ის ადამიანებიც კი ვინ შეხვედრამდე ემხრობოდნენ ამ ხესის აშენებას შეხვედრის შემდეგ უკვე წინააღმდეგი იყვნენ გამომდინარე იმ დასკვნებიდან და იმ მოსაზრებებიდან რაც იმ შეხვედრაზე გამოიწვია. დიდი მადლობა. ხომ არა ადგილია ენერგეტიკის სამინისტროსა და ზეწოლასო ის იყო შეკითხვა რამოდაცვის სამინისტრო ამბობს რომ და გაიცესო. არა ენერგეტიკის სამინისტროზე იყო საუბარი და ზეწოლას ხომ არ აქვს თქვენ სამინისტროზეო. არა არანაირი ზეწოლა არ არის. აქ გადაწყვეტილება ჩვენ ხელშია რომ იტყვიან და ეს ჩვენ ვართ ვინც უნდა ვთქვათ ამ ეტაპზე რომ მოხდება თუ არ გაიცემა თუ არა ნებართვა ასე რომ ზეწოლაზე საუბარი არ არის ნამდვილად და ამას თუმცა ასეთი განცხადებები იყო რამოდენიმე გაჟღერდა მედიით და ცოტა არ იყოს და რბილად რომ ვთქვათ ჩემთვის უცნაური იყო ის დაჟინება რომლითაც ენერგეტიკის სამინისტრო არა არბიტრის და დამოუკიდებელი თუნდაც ენერგეტიკული კუთხით შემფასებლის როლში არამედ ლობისტის როლში გვევლინება ხოლმე მთელი რიგი თავის მაღალჩინოსნების სახით ამ ტიპის შეხვედრებზე დამერწმუნეთ გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე მოხდება ამ ეტაპზე კი არა რომ გარემოსდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ვინც იღებს გადაწყვეტილებას და მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც საჭიროა ისეთ. თვლით თუ არა თქვენ სამინისტრო თვითონისთვის აღარ დაგვჭა სამწუხაროდ დრო გვეწურება მაპატიეია მაპატიეთ ქალბატონო ხათნა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს, დიდი მადლობა ჩემს თანაწამყვას, დიდი მადლობა მაყურებელს და მსმენელს საიმისეთ რომ თქვენ ისევე გტკივათ და ისევე გაწუხებთ თერგი, იმედია ყოლას, როგორც ჩვენ მე და იას ამ გადაცემის წამყვანებს და იმედი ვიქონიეთ რომ თუნდაც თერგი გადარჩება და არა მხოლოდ ღვთის ხეობა გვექნება საბრძოლველი, არამედ თერგსაც დავებრუნებთ ჩვენი სამშობლოს. დიდი მადლობა.